ყველა ჩვენგანმა შეიძლება დავივიწყოთ პირადი ტრაგედია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. ჩვენი თაობის ვალია, ჩვენმა შემდეგმა და ყველა თაობამ საქართველოში იცოდეს, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა თაობამ. რა დროც არ უნდა გავიდეს, უნდა იბრძოლოს და არ შეეგუოს ოკუპაციას. ეს არის მთელი საზოგადოების ვალდებულება. დღეს მე ქეთს ვიხრი ჩვენი გმირების და ყველა იმ მოქალაქის წინაშე, რომელთა ღვაწლი, გაწეული ქვეყნის ერთიანობისთვის ყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენ ყველამ ერთად, სწორედ ჩვენი გმირების ქვეყნისთვის თავგანწირვის სულისკვეთებით, დაუღალავი შრომით და გაძლიერებული ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ სამშვიდობო პროცესის განხორციელება, რათა მივაღწიოთ ჩვენი ხალხის გაერთიანებას, აფხაზთა და ქართველთა კეთილდღეობას საერთოდ ძლიერ და ევროპულ სახელმწიფოში. 27 სექტემბერი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე არის ჩვენ თანამედროვე ისტორიაში. ძალიან რთულია და მძიმეა ამ დღეზე საუბარი 28 წლის შემდგომ. მაგრამ მიუხედავად ამისა მე მჯერა რომ ჩვენ აფხაზეთის საზოგადოებამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ მთავრობის ჩართულობით, საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორების მონაწილეობით წარმატებულად განვახორციელებთ ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას. დღეს ჩვენ მივაგებთ პატივს ჩვენ ყველა იმ სამოქალაქო და სამხედრო პირს, ვინც თავი შესწირა საქართველოს მთლიანობას და თავისუფლებისთვის ბრძოლას.